თავის მოკლა მედი გზა ახარ. თავის მოკლა რომ გამოსავალი არ არის ხომ იცი შენის? ვეღარ უძლებ. რამდენჯერმე გქონდა სუიციდის მცდელობა? კი, იმიტომ რომ ვეღარ უძლებდი, იმიტომ რომ ვიცოდი განკურნების შანსი იყო, მაგრამ ფინანსების სარქონის გამო ვერ მკურნალობდი კლინიკაში. მე უკვე 13 წელია ამ ოთახში ვარ. გარეთ არ გადიხარ? ვერ გავდივარ. რა ტურისტის. როცა შეიძლებოდა რომ ეს დაავადება არ მქონოდა. უსამართლობა, არათანაბარი ცხოვრება, არასწორად გადანაწილებული ცხოვრება. ზოგს არაფერი, ზოგს ყველაფერი. და სისხლი გასდის ხოლმე ურტყავს კედლებს სიმწრისგან. ოფიციალური დიაგნოზია კონჯუქტივიტი შფოთვითი აშლილობა. ღამე ვიღვიძებდი შიშისაგან. მე თანდათან თითქოს ხვდებოდი უკვე 6 წლის რო გავხდი, 10 წლის რო გავხდი, რომ რაღაცა არ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. დისფუნქცია თავის ტვინისა, რომ გადაწყობილია შიშისზე რა, ჩემი ტვინი. შენს კლასელებს თუ ახსოვხარ, თუ მოდიან სანახავად? მხოლოდ ერთი მე კონტაქტდება სოციოლოგისაც. რობიზონი. დანარჩენი კლასელები თან არ მაქვს კონტაქტი არა. არ გეკონტაქტებიან? არა. არ გიჩხუბობენ შენ შემთხვევების მდგომარეობას? არა. მოგმართავთ უდიდესი თხოვნით. ბექა მიიღეთ როგორც თქვენი საკუთარი შვილი და ბექა მიიღეთ როგორც ძმა. ერთი ლარით რო ყველა ადამიანი დაეხმაროს ბექას, მე ნამდვილად შევძლებ უცხოეთში წაყვანას და გადარჩენას. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.